აი წარწერაც კი ვერ გაუკეთე ჩემს ამ ვიდეოს არ ვიცი რა წარწერა შეიძლება გაუკეთო ამიტომ პირდაპირ ეს ფოტო გადმოვქაჩე ინტერნეტიდან და აი ამ ფოტოს დავადებ ჩემ ვიდეოს ქვეშ რა ამ ფოტოთიც ფაქტობრივად გასაგებია რა თემაზე ვისაუბრებ ხო საერთოდ არ მეგონა თუ აი ამ თემაზე მომიწევდა საუბარი რაღაც სამთავრობო ცვლილებები მოხდა ის გადაიყვანეს ეს გადმოიყვანეს გადაწიეს გადმოწიეს ხარ მე ამის შეფასებას კი არ ვაკეთებ ეს სამთავრობო ცვლილებები კარგია ცუდია ამე დადებიც მოიტანს უარყოფით მოიტანს რა იქნება ბიჭო უბრალოდ გამაოცა რატო ვიძახი რომ არ ველოდი თუ მომიწევდა ამაზე ამ თემაზე ჩაწერა მეთქი ვიდეოსი რომ ნამდვილად არ ველოდი აი ესეთი რაღაცა სიხარულის ყიჟინას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან თანაკ არ არის რაღაცა ჩვეულებრივი ოპოზიციონერი ობივატელი ვიღაცას რაღაცა ის სახეები ოპოზიციის აუ მამუკა მდინარაძეს ჩამოა ლაბორანტეს და აი მამუკა მდინარაძეს გენერალ-მაიორის წოდება მისცეს და ერთ საათში მოხსნეს და ოხო რაღაცას ირონიობენ აი მამუკ მოგიშორეს ჩამო ბიჭო არ ვიცი ხა აი მენა მებმება რა ჩემი დაცვა მამუკა მდინარაძეს ნამდვილად არ ჭირდება საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს პირადად შენახვედრი არა ვარ და გამარჯობა ნათქვამი არა მაქვს და ნუ ანუ ამას ვამბობ იმიტომ რომ არავის ეგონოს რომ აღა ვეფარები მკერდი თუმცა რა ჭირს გადასაფარებელი მე პირიქით აქცენტს ვაკეთებ სწორედ აი ამ რაღაც ოპოზიციური ტიპების აი რაღაც არაადეკვატურობაზე როგორც ჩანს ამ კაცის მიმართ იმდენად რაღაცნაირ ბოღმა და ისო გამწარებულები არიან რომ აი უნდათ დაინახონ თავისი რაღაცნაირი ალბათ ნიკა გვარამიას აღქმების სათვალით თუმცა თვითონ ნიკა გვარამია საკმაოდ ჩათლახი ჭკვიანია და არ ამგონია რომ ის ეგრე ფიქრობდეს უბრალოდ თუ რამე მსგავს ამბობს იმიტომ რომ ესენი ააგდოს ეს ლოხები ესენი და ნიკა გვარამიას აღქმების სათვალით რომ უნდათ რომ აი მამუკა მდინარაძეს რაღაცა ცუდი დაემართოს ჩამოალაბორანტონ მოიშორონ ბიძინამ გამოგიყენა და მოგიშორა მამუკა და ბიჭო კრუნჩხვები აქვს ის ვიღაცა ვიკარუარი კიდე ბურა ინჩენკო თუ რაღაცას საზიზღარივითო მიუმორი რო აქვს რაღაცას რო იტყლანჭება და ვიღაცებს რო ეს ყლარჭვა რო რაღაცა ვაიმე რა მაგარი ტიპი ხარ ბიჭო ამიტომ აი ესეთი რაღაცა უკუღმა რო გაქვთ ეს ტვინი ანუ მართლა სუბიექტური აღქმებით რომ განიხილავთ სუბიექტური აღქმები რომ მოდის წინა პლანზე ვიდრე ობიექტური რეალობა იმიტომ ვერაფერს ვერ იგებთ ვერასოდეს ბიჭო კაც ნიშნავენ ყველა ძალოვანი უწყების ფაქტობრივად ლამის თავდაცვის სამინისტროც იქ შეიყვანონ ანუ მინისტრების მინისტრად ნიშნავენ ეს ფაქტობრივად მამუკა მდინარაძე ხდება ივანიშვილის კობახიძის ხელისუფლების ვანო მერაბიშვილი რაც იყო მიშა სააკაშვილის დროს ვანო მერაბიშვილი ხო ყველა ძალოვანი უწყება შინა გასაკთა ანუ გააუქმეს შევარდნაძის დროს არსებული უშიშროების სამინისტრო რომლის მინისტრიც ვალერე იყო ხაბურზანია ეს გააუქმეს და დაუქვემდებარეს ყუდის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტად გადააკეთეს და დაუქვემდებარეს შინა გასაკთა სამინისტროს ანუ ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა როგორც პოლიციას ასევე უშიშროებას უკვე ხო დაახლოებით იგივე ეკეთება აკეთებენ ახალ სამინისტროს და ეს იქნება სახელმწიფო მინისტრი რომელიც გააკონტროლებს ძალოვან უწყებებს ამაზე ამბობთ რომ ჩამოალაბორანტეს მოხსნეს რაღაცებს რა არის კიდე რაღაცებს რო უწერენ მამუკა დაგერხა თუ რაღაც ჩამოგა მამუ რაღაცებს ეთხლაბუცებიან ბიჭო კომენტარებს უწერენ ტიპს აი რას მაგონებს იცი პუტინს რო უწერდნენ ხოლმე და ეხლა უწერენ პუტინ ხუილო პუტი გეგონება ეხლა პუტინი ნამეტარი გამწარდებოდა და გაბრაზდებოდა ამ გამოკლეავებულების რაღაცა გინებას თუ რაღაც იმას რა დაცინვა აი ეს გონია თუ აი თუ დაცინეს თუ რაღაცა ცინიკური და ის ძალიან ინერვიულებს იქ პუტინი ან აქ მამუკა მდინარაძე ბიჭო ადამიანს
უქმნიან სპეციალურად სამინისტროს. ჩამოალაბორანტეს და ჩამოა ესკა და კობახიძემ რომ მამუკა მდინარაძე ჩამოალაბორანტა თუ მოხსნა თუ რაღაცა უკნა ეს იმდენად სასაცილოა თუ საღი თვალით უყურებთ დღევანდელ პოლიტიკას რომ ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეს რამეს ცუდს გაუკეთებს მაგარი შტერები ხართ და მე მეცაც გეტყვით მამუკა მდინარაძეს კი არ უქნეს ან არ უქნეს თვითონ მამუკა მდინარაძემ თვითონ განახორციელა ეს ცვლილებები თვითონ გადაიყვანა გეკა გელაძე უშროების სამსახურის უფროსად და თვითონ მამუკა მდინარაძემ გადმოიყვანა ფაქტობრივად თამაზაშვილი სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად მამუკა მდინარაძე გადაიყვანეს გადმოიყვანეს და მოხსნეს არ მოხსნეს და ჩამოატვეთ გადააბლოკერა თვითონ მამუკა მდინარაძეს განახორციელა ეს ცვლილებები და თვითონვე ქმნის აიმ სამინისტროს რომლის მინისტრიც სახელმწიფო მინისტრის სტატუსით თვითონ იქნება და ბიჭო აი ესეთი სიშტერეები არ ვიცი როდემდე გონიერ საქართველოს გისურვებთ ოპოზიცია თქვენც მადლობა ყურადღებისთვის და კიდე ერთი მართლა დამავიწყდა რაც მინდოდა მე თქვა ბარემ დავამატებ ეს ტექსტური პოსტის სახით დავწერე ზუსტად აი ეს ყველაფერი ნუ ცოტა უფრო მოკლედ და ვიღაცებმა დამიწყეს იქა რომ მე ეს მასე ხარიბაშვილიც კი დააწინაურეს მაგრამ შემდეგ ხონახე რა უქნეს და აი მასე როცა აწინაურებენ მაშინ ერხევა ეს სხვა თემაა მე არ ვამბობ რომ მამუკა მდინარაძე დაზღვეულია რაიმესგან და დაუშვათ არ დაემართება იგივე რაც ხარიბაშვილს დაემართა მე მგონია რომ ეგ მასე არ მოხდება იმიტომ რომ ცოტა სხვა ტიპია მამუკა მდინარაძე და რო უყურებ ცოტა სხვანაირი ადამიანი ჩანს ხარიბაშვილი ცოტა იყო უფრო ასე ვთქვათ არასერიოზულივით პერსონა მიუხედავად იმისა რომ დიდ პატივს ცემ იყო რა არის და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მდინარაძე ბევრად უფრო დადინჯებული და ბევრად უფრო დაფიქრებული ტიპია და ბევრად უფრო მოზომილ ნაბიჯებს დგამს და ასე შემდეგ და ასე ბევრად უფრო კარგად ერკვევა ბევრ რაღაცაში თუმცაღა მე ამაზე ამ წუთში არ ვლაპარაკობ რომ ეს მდინარაძეს გარანტირებული აქვს რომ ეს დღევანდელი ასე ვთქვათ აფრენა და ასე ვთქვათ აღზევება ხვალე თუდად არ დამთავრდება ანზე ეგ სხვა თემაა მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ და მაგაზე გამოთქვით კი ბატონო თქვენი აზრები მე ვამბობ იმას რომ ამ წუთისთვის ამ მოცემული მომენტისთვის ეს ნამდვილად არ არის ჩამოლაბორანტება და აი მამუკ მოგიშორეს და უი მამუკ მოხსნეს პირიქით ზუსტად ეხლა იწყება მამუკა მდინარაძის აღზევება და ფაქტობრივად პარალელური პრემიერ-მინისტრი ხდება ტიპი და ნუ არ ვიცი ეხლა ამ დონეზე როგორ ხართ ამ ადამიანის მიმართ გაბოღმილ გამწარებული რომ აი ესე არაადეკვატურად აღიქვამთ კიდევ ერთხელ გონიერ საქართველოს გისურვებთ და რა ვიცი იმედია როდესმე კარგი ოპოზიციაც გვეყოლება და ჭკუა დამჯდარი და ჭკვიანი და ცოტა რავი გონიერი ოპოზიცია გვეყოლება როდესმე საქართველოში მადლობა დიდი ყურადღების კიდევ ერთხელ